ჩვენ მთავარი მოთხოვნა ძალადობას მოიღოს ბოლო ქვეყანაში. სტუდენტები თვლიან, რომ ამისთვის საკმარისი არ არის ცალკეული პიროვნებების დასჯა, ან თანამდებობიდან გადაყენება, საჭიროა სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია, სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. სწორედ ამიტომ მათი მთავარი ლოზუნგია სისტემა უნდა დაინგრეს. ვინაიდან ამ სისტემის ბუნება, ამ სისტემის თვისებაა ძალადობა და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის დანაშაული. სტუდენტები იბრძვიან სწორედ სისტემის დასასრულისთვის და სამართლიანობის დასაბრუნებლად საქართველოში. რაც შეეხება ბრძოლის, ასე ვთქვათ, შემდგომ გეგმებს, ჩვენ ამ ეტაპზე ამოცანა გვაქვს, რაც შეიძლება მშვიდობიანად წყნარად მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და დღევანდელი აქციის მთავარი მოწოდება, მთავარი მესეჯი იყო ხელისუფლებამ არ დაუშვას არჩევნების დაყალბება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები და ეს იყოს პირველი პრეცედენტი იმისა, თუ როგორ ქართველი ხალხი სამართლებრივად წვეთს თავის მომავალს, როგორ ამბობს უარს ძალადობაზე, ამბობს უარს ბოროტებაზე და იწყებს, ასე ვთქვათ, ცხოვრებას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გეგმებს ამ დღეებში, დღეს აქცია ჩვენი მანიფესტაცია დასრულებულია. ხვალ ჩვენ დაველოდებით პატრიარქის განცხადებას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი საგარეო მიმართვას აპირებს, აქ დემონსტრაციის დროს მივიღეთ ეს ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ არაფერს ჯერ არ გვეგმავთ, დაველოდებით ამ განცხადებას და შემდეგ აუცილებლად ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენს შემდგომ გეგმებს. როდემდე აპირებთ ამ აქციების განხორციელებას? ჩვენ ვაპირებთ, ესე ვთქვათ, რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ამ ბრძოლის არის ის, რომ სტუდენტობა დაბრუნდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაებრუნა წამყვანი ავანგარდული პოზიციები და ეს ბრძოლა განაგრძელდეს მუდამ. არა მარტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებით არ გვანამთავრდეს ეს ყველაფერი, თუმცა ასევე ვთვლით, რომ ეს აუცილებელი მოსახდენია, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით, მაგრამ სტუდენტობამ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაუშვას სადავეები ხელიდან, ის მუდამ უნდა იყოს ავანგარდში და მუდამ უნდა გააკონტროლოს ყველა შემდგომი ხელისუფლება, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს საქართველოში.